ილიდან საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა. საქართველოს მთავრობის ინფორმაციით სახელმწიფო დროშები დაშვებულია ქვეყნის მასშტაბით ადმინისტრაციულ შენობებზე და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში. სახელმწიფო დროშა დაშვებულია ზესტაფონის მუნიციპალიტეტშიც. შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად 25 თებერვალის საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული. 1921 წლის 25 თებერვალს რუსეთის წითელმა არმიამ თბილისი აიღო და საქართველოს საყოველთაო და თავისუფალი არჩევნების გზით არჩეული ხელისუფლება დაამხო, რის შედეგადაც განახორციელა საერთაშორისო სამართლის სუბიექტის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ანექსია. სოციალური დახმარების სისტემის მაქსიმალური მიზნობრიობისა და ეფექტიანობისთვის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზის გადამოწმება იწყება. აღნიშნულთან დაკავშირებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მოადგილეებთან ერთად პარლამენტის წევრებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. მხარეებმა პროცესის ობიექტურად და ეფექტურად წარმართვის გზები განიხილეს. მიხეილ სარჯოლაძის განცხადებით, უწყების მთავარი მიზანია ბაზაში მხოლოდ ის ოჯახები რჩებოდნენ, რომლებსაც სახელმწიფო თანადგომა რეალურად ესაჭიროებათ. 2026 წლის მონაცემებით ბაზაში სულ რეგისტრირებულია 400,000-მდე ოჯახი, თუმცა არსებული მონაცემები სრულად ვერ ასახავს მოქალაქეთა რეალურ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას, ვინაიდან წლების განმავლობაში არ ხდებოდა რეგისტრირებულ პირთა მდგომარეობის სისტემური და რეგულარული გადამოწმება. სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ ჩატარებული ანალიზის შედეგად გამოვლინდა, რომ მონაცემთა ბაზაში ფიქსირდება ათასობით პირი, რომელთაც მაღალი შემოსავალი უფიქსირდებათ. იდენტიფიცირებულია შემთხვევები, როდესაც სოციალური დახმარება ენიჭებათ იმ პირებს, რომლებიც ფაქტობრივად აღარ საჭიროებენ სახელმწიფო მხარდაჭერას. მიგრაციის სფეროში თვისობრივი გარდაქმნების ზღვარზე დგას ქვეყანა, როდესაც რეალურად ის რაც ქაოსურად რეგულირდებოდა და ქაოსურად წესრიგდებოდა, აქ შემოდის ერთგვარი წესრიგი, რომლის მეშვეობითაც ადგილობრივი შრომითი რესურსებისთვის უპირატესობის მინიჭება არის ცალსახად მიღებული გადაწყვეტილება და რომლის აღსრულების პროცესიც იწყება 1 მარტიდან. ამ კუთხით სამზადისის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია, რომ ჩვენ გქონდეს აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას შორის ძალიან აქტიური თანამშრომლობა, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება დასაწყისიდანვე აღსრულების პროცესზე თვალყურის დევნება იყოს სრულფასოვანი იმისთვის, რომ სადაც და რამდენადაც საჭირო იქნება შემდგომი განმტკიცება სისტემის, ყველა ეს გადაწყვეტილება დროულად მიიღებოდეს. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ძალიან ნაყოფიერი, საინტერესო და მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო იმავდროულად, ვინაიდან ჩვენ შევთანხმდით მათ შორის გარდა პოზიციების გაცნობისა, იმის საკითხების თაობაზე, თუ როგორ წარიმართება სამომავლოდ თანამშრომლობა ამ პროცესზე აქტიური მეთვალყურეობის გაწევასთან დაკავშირებით. განსაზღვრულია ის სექტორები, სადაც უცხოელები ვერ დასაქმდებიან, ან შესაბამისი კვოტები დასაქმდებიან და პირველ რიგში ეს ხელში უწყობს, რა თქმა უნდა, ადგილობრივი მოსახლეობის, საქართველოს მოსახლეობის დასაქმებას, ხოლო იმ სექტორებში, სადაც გვაქვს გამოწვევა კვალიფიციური მოშახელის კუთხით, მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისი უცხოელი ადამიანები ჩამოვიდნენ ჩვენთან, მაგრამ ამავდროულად არანაკლებ მნიშვნელოვანია განათლების რეფორმა, ზუსტად იმიტომ, რომ კვალიფიციური მოშახელი უნდა აღიზარდოს და შემდეგ მათი ცოდნა უნდა მოხმარდეს ისევ და ისევ ქვეყნის ეკონომიკის და ზოგადად ქვეყნის სტაბილურობის უზრუნველყოფას. ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო. ბატონ მინისტრთან ვისაუბრეთ მიგრაციის შესახებ კანონზე, რომელიც ძალაში შემოდის 1 მაისიდან, ხოლო 1 მარტიდან იწყება გარდამავალი პერიოდი. ძალიან მნიშვნელოვანი კანონი არის, რადგან ეს აკონტროლებს სამუშაო მიგრაციას ჩვენს ქვეყანაში და კანონის მიხედვით პრიორიტეტი ენიჭება და ადგილობრივ შრომით რესურსებს, იქნება სისტემური მოდგომა, სწორი აღრიცხვა მოხდება თუ რამდენი ადამიანი არის საქართველოში შემოსული და რა კონკრეტულ მიმართულებებზე მუშაობს და საერთო ჯამში ჩვენ გვექნება საშუალება, რომ შრომის ბაზარი სწორად შევაფასოთ, სწორი პროგნოზები გავაკეთოთ, შესაბამისად ჩვენი შრომითი რესურსი სწორად გადავამზადოთ და გრძელვადიან პერსპექტივაში იქ სადაც მაღალია მოთხოვნა, თუმცა ადგილობრივი ბაზარი ვერ აკმაყოფილებს ამას, დავიწყოთ გადამზადება და უფრო მეტი შესაძლებლობები მიცეთ საქართველოს მოქალაქეებს.
ახლა კომუნიკაციების კომისიაში ვართ, სადაც კომკომის თავმჯდომარე და კომისიის წარმომადგენლები ტელემაუწყებლებთან სამუშაო შეხვედრას მართავენ. ადგილზე 40-მდე ტელემაუწყებლის წარმომადგენელია შეკრებილი. შეხვედრის მიზანია მაუწყებლების წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ ინფორმაციის გაზიარება და პოზიციების გაცვლა. მედიის წარმომადგენლები აქტიურად სვამენ კითხვებს, აფიქსირებენ პოზიციებს და საუბრობენ მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობს. დასმულ კითხვებზე კომისიის თავმჯდომარე და კომკომის წარმომადგენლები პასუხობენ და მაუწყებლებთან ერთად არსებულ გამოწვევებსა და შესაძლო გადაწყვეტის გზებს განიხილავენ. ძალიან საინტერესო კომუნიკაცია იყო. ეს ყველა მონაწილემ აღნიშნა საჭირო და დროული. ჩვენ გავამახვილეთ ყურადღება ისეთ საკითხებზე, რომელიც ჩვენი კომპეტენციისთვის უნიკალურია და საზოგადოების საკეთილდღეოდ იქნება გამოყენებული. მიგვაჩნია, რომ შემოთავაზებული ფორმატი, რაც ღია თანამშრომლობას გულისხმობს, იქნება ძალიან ეფექტური და სასიკეთო შედეგების მომტანი, როგორც ქვეყნისთვის, ისე თითოეული მაუწყებლისთვის. მოვისმინეთ მარეგულებელი კომისიის ახალი თავმჯდომარის პოზიცია და კომისიის ხედვებიც. რა თქმა უნდა, არსებობს რაღაც დადებითი საკითხები და არსებობს ასევე უარყოფითი, რომელიც საჭიროებს ერთად მუშაობის შედეგად მოგვარებას. ის მიზანი, რაც საკანონმდებლო ჩარჩოში ჩვენ გვაქვს, იმედი გვაქვს, რომ სამომავლოდ იქნება მიღწეული. კომისიის თანამშრომლობა მედიასთან ძალიან მნიშვნელოვანი არის. მედია ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი და პროგრესული ნაწილი არის და ამიტომ გარკვეული ტიპის საკითხები, პრობლემები, რა თქმა უნდა, არის დაგროვილი. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ კომისიის მუშაობა საერთო საქმეს ძალიან წაადგება. გავაჟღერეთ ჩვენი პრობლემები, შემოგთავაზა კომისიის ახალმა თავმჯდომარემ სამუშაო რეჟიმში ამ პრობლემების განხილვა და შესაბამისად ვაპირებთ, რომ ჩვენს წერილობითი ფორმით ავაფიქსიროთ ეს ჩვენი პრობლემები და გადავიდეთ უფრო სამუშაო რეჟიმში. კომკომის თავმჯდომარემ გოგა გულორდოვამ ხაზი გაუსვა, რომ როგორც შეხვედრა, ისე მთლიანად კომისიის მიდგომა მიზნად ისახავს მედიასთან თანამშრომლობას, პრობლემების გადაჭრაში მედიის მხარდაჭერას და მაყურებლის საუკეთესო ინტერესების დაცვას. გზავნილები იყო მკაფიო, ერთის მხრივ მაყურებლის კანონიერი უფლებები იყოს გარანტირებულად დაცული, სანქციების არის მექანიზმი, თუმცა ჩვენი თვითმიზანი არ არის რომელიმე მაუწყებლის მიმართ სანქციების გამოყენება, ვფიქრობ, რომ პრევენციული ღონისძიებების გამოყენებით, თანამშრომლობით, კონსულტაციების გავლით შესაძლებელია თავიდან ავაერიდოთ ის შესაძლო კანონდარღვევები, რომელსაც შეიძლება შემდგომში კონდეს ადგილი, თუმცა ნებისმიერი დამოუკიდებელი შემთხვევაში კომისია, რა თქმა უნდა, კანონის შესაბამისად ირეაგირებს. კომუნიკაციების კომისია საკონსულტაციო რეჟიმში მსგავს სამუშაო შეხვედრებს მომავალშიც გააგრძელებს. ხოლო კომკომის შესაბამისი დეპარტამენტები მუდმივად მზად არიან უპასუხონ მაუწყებლების შეკითხვებს. ზესტაფონელი ანასტასია ყაშუაშვილი საქართველოს ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებულია მაგიდის ჩოგბურთში. 13 წლის გოგონა მხსენებული ტურნირიდან პირველი ადგილისთვის განკუთვნილ მთავარ პრიზთან ერთად კიდევ 2 მედალი ჩამოიტანა. 13 წლამდელებში ინდივიდუალური ჩემპიონის ტიტულთან ერთად მან მეორე ადგილი მოიპოვა შერეული წყვილების თანრიგში. მესამე პოზიციაზე კი გოგონათა წყვილში წარმატებული ასპარეზობის შედეგად გავიდა. ამისთვის ძალიან ბევრი ვიშრომე, რომ საქართველოს ჩემპიონი გამხდარიყავი. ბევრი ვარჯიშე ამის რომ გავხდარიყავი ჩემპიონი. ძალიან პეტრიანი ვარ, რომ პირველი ადგილი ავიღე, ასევე მეორეს და მესამეც. პირველი ადგილი ავიღე ინდივიდუალურ შეჯიბრებაში, მეორე ადგილი ავიღე ბიჭების შერეულ წყვილში, ხოლო მესამე ადგილი გოგონათა წყვილში. ასევე მინდა დიდი მადლობა გადავუხადებ ნინო ნინოშვილს, ავტოკოჩაშვილს და საქართველოს მაგიდის ჩოგბურთის ფედერაციას. 3 წელი არას დავდიოდი მაგიდის ჩოგბურთში და ასეთი შედეგი პირველად დავდე და მინდა რომ კიდე გავაგრძელო, მივყვე ჩემს სპორტს, მაგიდის ჩოგბურთს. ჩემპიონის მწვრთნელი ამბობს, რომ ანასტასიას წარმატება ზესტაფონში მაგიდის ჩოგბურთის ისტორიაში პირველი პრეცედენტია, რასაც პერსპექტიულმა სპორტსმენმა ინტენსიური ვარჯიშის შედეგად მიაღწია. ემთხვევითი არაფერი არ ხდება, რა თქმა უნდა, როდესაც ადამიანი აღწევს შედეგს, ეს დიდი ვარჯიში და ოპლიზმით არის, მაგრამ ზესტაფონის ისტორიაში საქართველოს ჩემპიონი მაგიდის ჩოგბურთში არ ყოფილა. ეს არის პირველი შემთხვევა. და მე მინდა მიულოცოთ ასოს, რომ დაწერა ისტორია და გახდა საქართველოს ჩემპიონი. მინდა კიდე მიულოცო. ხსენებად უშრომლად არაფერი არ გამოდის. ძალიან დიდი შრომა ჩავდებით, რომ საქართველოს ჩემპიონი გამხდარიყო. ამას ჩვენ შარშანს ველოდებოდით, მაგრამ იცით, შარშან რაღაცა მიზეზების გამო ვერ გახდა. მეორე ადგილზე გავიდა შარშან.
წერს ჩავდეთ მაქსიმალურად ვეცადეთ რომ ყველაფერი ჩავდევით ვარჯიში შემდეგ ბოლო ერთი კვირა თბილისში გავუშვით უფრო იქ მოგეხსენებათ მეტი საშუალება არის ვარჯიშის უფრო ძლიერი ბავშვები არიან ერთი კვირა გავუშვით იქ საქართველოს ნაკრების მწვრთნელთან ვახლობთ მასთან ძალიან ახლოს და ამანაც თქმა უნდა იმოქმედა რომ ბავშვი გახდა საქართველოს ჩემპიონი ძალიან დიდი კონკურენტები ყავდა როგორც აჭარის სახით, აფხაზეთის სახით, თბილისის სახით. აი ეს სამი რეგიონი უძლიერესი ბავშვებით არიან დაკომპლექტებულები. ნუ ჩვენ გაგვიჭირდა მართალია, მაგრამ შევძელით. საქართველოს ახალგაზრდული ჩემპიონატის მასპინძელი სპორტ კომპლექსი არენა 2 იყო. ტურნირი 5 ასაკობრივ კატეგორიაში ჩატარდა. ორგანიზატორი საქართველოს მაგიდის ჩოგბურთის ფედერაცია, მხარდამჭერი კი საქართველოს სპორტის სამინისტროა.